70 წლამდე მოქალაქეთა პენსია გაიზარდა და 350 ლარი 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთათვის კი 450 ლარი გახდა. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები კი 420 და შესაბამისად 540 ლარს მიიღებენ. ასევე გაიზარდა სოციალური დახმარების პროგრამებიც. მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია, თამარ ჩიკვატიაგი ამბობს. Ხელისუფლებისთვის უკვე დიდი ხანია საქართველოში მთავარ პრიორიტეტად ქცეულია, რაც შეიძლება სამართლიანად ყველა იმ დოვლათის განაწილება, რომელსაც აქვს ქვეყანას ეკონომიკური წინსვლის. ეკონომიკური წინსვლის კვალდაკვალ 2025 წლის 1 იანვრიდან პენსიონერებს პენსია გაეზარდათ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხანდაზმულთა მხარდაჭერა სამინისტროს პრიორიტეტია. ყველა დამატებით ახალი მოპოვებული სიმდიდრე თანაბრად გაუნაწილდეს ქვეყნის მთელ მოსახლეობას. სწორედ ამ მოტივით არის, რომ პრაქტიკულად კანონით აღებული ვალდებულების მიღმაც უფრო მეტი ზრდაც კი ფიქსირდება ხშირ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ხანდაზმულთა მხარდაჭერაზე, მათ გაძლიერებაზე, მათთვის მეტი შესაძლებლობისა და მეტი კეთილდღეობის მოტანაზე. აი სწორედ ამის დემონსტრირება გახლავთ უკვე ის გარემოება, რომ 2025 წლიდან არსებითად შემიძლია ვთქვა იმატებს საპენსიო უზრუნველყოფა მოქალაქეებისა და ამის კვალდაკვალ არაერთი სოციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს აქვს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული 8 მილიარდ 820 მილიონი ლარიდან ნახევარზე მეტი სწორედ საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოიყო. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმდინარე წლიდან პენსია შემდეგნაირად განისაზღვრა. 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 35 ლარით გაიზარდა და 350 გახდა. 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის ასევე იზრდება 35 ლარით და იანვრიდან 450 ლარი იქნება. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კი კანონით განსაზღვრული 20%-იანი დანამატების გათვალისწინებით 70 წლამდე პირთა პენსია 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი იქნება. გადაწყვეტილებას იწონებენ საპენსიო ასაკის მოქალაქეები, რომელთაც პენსია ყოველწლიურად ეზრდებათ. გაიზრდება პენსია, კარგია. ახლა ვაპირებ სოფელში გადასვლას და იქ 50-ით მეტი მექნება კიდე. ეგეც კარგია. კარგია, კი. დიდი მადლობელი ვარ მთავრობისათვის. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ და ვინც ყავს ახლოს, ყველა კმაყოფილები ვართ. ძალიან კარგი არის. რამდენადაც შეიძლება გაზარდეს იმედი. ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 2024 წელს დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 991 მილიონი ლარით მეტია. პენსიებთან ერთად გაიზარდა სექტორის სხვა სფეროების დაფინანსებაც. მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება 1,629 მილიონ ლარს შეადგენს. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა 95 მილიონი ლარი. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა 1,859 მილიონი ლარი. მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება 1,220 მილიონი ლარი. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა 100 მილიონი ლარი. დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა 112 მილიონი ლარი. იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა 268 მილიონი ლარი.